ევროკავშირის ეგიდით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერი ეწვია. კარლ-ჰაინც კოფი ფოთშიც იმყოფებოდა. მან ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მდებარე კომპანია კავკასიან მეტალს ტერმინალი დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია ავსტრიული ინვესტიციით შეიქმნა და იგი სპილენძის კონცენტრატების ექსპორტისა და რეექსპორტის ოპერაციებს ახორციელებს. კომპანია 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ავსტრიის რესპუბლიკის წარმომადგენელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ ჩემზე. ეს ჩემი მეორე ვიზიტია ამ ქვეყანაში. ვიცი რომ ეს კომპანია ავსტრიული ინვესტიციით აშენდა. აქ მოწვევით მოვედი. ძალიან კარგი ბიზნესია. მითხრეს რომ ასე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და ამ ყველაფერს მივესალმები. ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ბათუმში ტარდება ევროკავშირის ეგიდით კონფერენცია, სადაც სტუმრად იყო ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თავისი დელეგაციით და იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები არიან ავსტრიული კომპანია, მათი ვიზიტი სურვილი იყო, ვიზიტი განახორციელებია ჩვენ ტერმინალზე და ამ პროგრამის ფარგლებში იყო მათი სტუმრობა ჩვენთან. გამოთქვეს კმაყოფილება, ინტერესი მომავალი განვითარების და საწარმოო მოცულობების გასცდის. ფოთში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთანაც ჰქონდა ჩანიშნული.